ხოლო შუაღამეს ოდენ ღაღადება იყო. ნახეთ შუაღამე, ანუ როცა ყველაზე კარგად და ღრმად გძინავს. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ შენ არანაირი გარანტია არ აქვს იმისა, რომ ის მნიშვნელოვანი შეხვედრა ღმერთთან, ან შენი გარდაცვალება, ან უფლის დაბრუნება არ მოხდება მაშინ, როცა ყველაზე მაგრად გძინავს, როცა ყველაზე მეტად მოშვებული ხარ, როცა ყველაზე მეტად გგონია, რომ არა კაცო, ეხლა ეს არ იქნება. გახსოვთ ქრისტეს სიტყვები სხვაგან? ყველაზე ძალიან როცა არ მოელი, მაშინ მოვა. ან საკუთარ თავს ქურდს რო ადარებს, აი ქურდი რო მოდის, ხო, სახლის პატრონი არ ელოდება. გესმით, თორე რო იცოდეს რომ მოვა, მაშინ დახვდება და ქურდი ვეღარ მოიპარავს. ანუ ეს მოულოდნელობის მომენტი და რატო რა ღმერთი გამოჭერაზეა, კაცმა შეიძლება კითხვა დასვას. არა. ღმერთს უნდა რომ ნამდვილი იყო და ნამდვილს სულ ყოველთვის წყურია, ყოველთვისია და ყოველთვის ცდილობს უყვარდეს ქრისტე. ის არ არის ეპიზოდურად მოყვარული, ეპიზოდურად მორწმუნე, ეპიზოდურად ცოცხალი, ნამდვილი სულ ცოცხალია, სულ მზად არის, სულ უნდა, სულ უყვარს. ეს არის ნამდვილი და ჩვენში ეს ნამდვილი უნდა ავღზარდოთ. დიახაც შუაღამეს ოდენ ღაღადება იყო და სიძე მოვალს. გახსოვთ, გამოვედით მიგებებად მისა. ეს ნახეთ, გავიგე მოდის და არ შეიძლება მეძინოს, იმიტომ რომ მე უნდა გამოვიდე მიგებებად მისა. ანუ აქტიურ მდგომარეობაში უნდა დავხვდე. მე უნდა გამოვიდე მიგებებად. ეს მიგებება თუ არ მოხდა, თუ პასიურ მდგომარეობაში ვარ, ესე იგი ჩემთვის ეს შესაძლებლობა დაიკარგება.